სახელითა მამისაითა და აზისაითა და წმინდისა სულისაითა. მე ძალიან მიხარია რომ გიყვართ ღამისთევის მსახურება. მე ხშირად გითხოვს რომ ღამისთევის მსახურება თუ რატომ არის კარგი და განსაკუთრებული, ბოლომდე ლოგიკურად კი ჩვენ შეიძლება ავხსნათ რატომ და რისთვის, მაგრამ ბოლომდე მაინც ამის გააზრება ალბათ რთულია. რატომ გიყვარს განსაკუთრებულად ღამისთევის მსახურება, როდესაც პრინციპში ეს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ სვლა, იმიტომ რომ ადამიანს ამ დროს ძილი ურჩევნია, ძილი უნდა. თუ არ ძინავს რაღაც ცოდვაში ყოფნა, თვრება, რაღაც სისხლელეს უყურებს, რაღაც საკეთებს ისეც, რაც ცოდვას უკავშირდება და აი ის რომ თქვა და ესე გარიმდებულად, ისეთ მდგომარეობაში რომ ძილს ესე თქვათ ესე უცნაურად დაუპირისპირდეს, არა აქტიური ქმედებით ფიზიკურად, არამედ ფიზიკურად პირიქით ესეთი მოძრაოდ და მშვიდად, ხო, აი ასე ამგვარად დაუპირისპირდეს ბუნებრივ მოთხოვნილებას, ასაც ღამის ძილი ქვია, ეს მართლაც უცნაურია და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უყვარს ღამისთევის მსახურება და რაღაც განსაკუთრებულს გრძნობს. მიზეზი მრავალი არის, რა თქმა უნდა, და ბოლომდე საუხსნელია, როგორც გითხარით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ არის ის, რომ შინაგანად ჩვენ გრძნობთ, არა მარტო გრძნობთ, ვიცით, წაგვიკითხავს, მაგრამ ამ დროს შინაგანათაც გრძნობთ, იმიტომ რომ თუ არ ვიგრძნით, მარტო წაკითხული, ხოლო თეორიად დარჩენილი არაფრის მომცემი არ არის. ქრისტიანობა იკვდება, სადაც მხოლოდ თეორია. ქრისტიანობა იკვდება, სადაც მხოლოდ ღმერთზე საუბარია. ქრისტიანობა იქ ცოცხლობს, სადაც ღმერთთან საუბარია და ქრისტიანობა იქ ცოცხლობს, სადაც ცოცხალი ღმერთის ცოცხალი განცდაა და სულიერი ცხოვრება არის ჩემთვის არა მხოლოდ წმინდან აღმოკითხული და ლოცვები არის მხოლოდ არაწმინდანების მიერ ნალოცი და გულიდან ამოხეთქილის ცეცხლი, რომელიც ფუცლებზე აქვს ლოცვებში, არამედ როდესაც ეს ყველაფერი ჩემი გულის საკუთრება ხდება და ჩემს პირად გამოცდილებად იქცევა. და ამიტომ ვფიქრობ ერთ-ერთი ჩვენი შეიძლება ძალიან ცოტა, რაღაც პატარა, უპატრუკი, მაგრამ მაინც გამოცდილების ნაწილია ის, რომ ჩვენ შინაგანად ღამისთევის მსახურება გვინდა მოგწონს, გვიხარია, იმიტომ რომ განვიცდით და რას განვიცდით? ღმერთთან უფრო ახლოს ყოფობას და აი ჩვენი შინაგანი სამყარო ითხოვს თავგანწირვას უფლისათვის. რა არის ერთი ღამის ძილის მოკლება, მაგრამ აი ამას ითხოვს და იმიტომაც უხარია ჩვენ სულს, იმიტომაც გვიხარია ღამისთევის მსახურება. იმიტომ რომ ჩვენ შინაგანად გრძნობთ, რაც მეტია თავგანწირვა ჩვენი მხრიდან, მით მეტია ღმერთთან ყოფობის შესაძლებლობა. არ ლაპარაკობ მადლის მოცემა, ღმერთს მადლს როცა უნდა მაშინ მოგცემ, შეიძლება გეძინოს, შეიძლება თებშებს ეცხავდეს, შეიძლება სადღაც მიდიოდნენ, მაშინ ისეთი მადლი მოგცეს შენთვის მოულოდნელად. საუბრობ შესაძლებლობა მეტია, როდესაც ჩვენ ცოტათი რაღაც მეც ვიღებთ, ცოტათი მეტად უპირისპირდებით ჩვენს ამ ქვეყნიურ სიცოცხლეს, ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ამ ქვეყნიურ მიდრეკილებებს, ჩვენს ბუნებას და აი შინაგანად გვაქვს ამის გამოცდილება, უკვე ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ როცა ღამისთევის მსახურება მოვისწრაფოთ და ეს ჩვენ თორე ვიცით, რომ მონასტრებში როგორც წესი, თუნდაც ათონზე ღამისთევის მსახურება ჩვეულებრივი წესია. და ერთ-ერთი სათნოება, თქვათ, ათონელ მამებთან ესე არის, იყო და ასევე მე ვფიქრობ მონასტერში და მონაზონთანაც უნდა ესე იყოს ბერთან, რომ ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება ლოცვასთან მე ვგულისხმობ ნამდვილ ლოცვას, არა უბრალოდ ტექსტის კითხვას, მარხვასთან მე ვგულისხმობ ნამდვილ მარხვას, არა უბრალოდ დიეტაზე ჯდომას და ასე შემდეგ სათნოებით ცხოვრებას ხო საერთოდ ერთ-ერთი სათნოება ეს არის ღამისთევის ღამე მღვიძარებაში ყოფობა და ღამისთევის მსახურების აღსრულება პირად ლოცვებში მე ვგულისხმობ და წილვაც ერთობლივი მსახურება იგივე ღამისთევი. ასე რომ ჩვენში ეს პატარა გამოცდილება არსებობს და მადლობა ღმერთს. სიყვარული ხო თავგანწირვის გარეშე არ არსებობს და ამის მაგალითები რა უამრავი გვაქვს ხო საერთოდ ეკლესიის ისტორიაში და მათ შორის ქართველებს და აი დღეს ხსენებული იოთამ ზედგენიძე. ეს განსაცვიფრებელი, ვისაც წაკითხული გაქვთ ეს მისი ცხოვრება. ეს არის ყოველად განსაცვიფრებელი ხო მოწამეობა გაგვიგია და ვიცი, მაგრამ
ეს მოწამეობა იოთამ ზედგენიძეს ისე უცნაურად მოხდა, რომ ეს სული დადო მოყვასისთვის, იმაზე დიდი სიყვარული არ აქვს, ვინც თავისთვის დადოს მეგობრისათვის უფალი ამბობს. მაგრამ ესეთი ფორმასაც ხო აქვს, გასაგებია მთავარი არსია, მაგრამ ფორმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ რომ წარმოიდგინო საკუთარ თავზე, ეს იმდენად არ ვიცი რა, ჩვენ წეღავთ თქვით, რომ ადამიანის ბუნებას ვერ ვწვით, როცა ჩვენ აქ მოვდივართ, დგავართ და ესეც კი გვეხმარება, რომ ღმერთთან ცოტათი უფრო თითქოს ახლო ვიყოთ და წარმოგიდგენიათ, როგორ შეებრძოლა საკუთარ თავს იოთამ ზედგენიძე. იცით ეს ისტორია, მეფეს ყავს მტრები უახლოესი გარემოცვიდან და აპირებენ მის მოკვდინებას, მეფეს არ ჯერა, იოთამი ეუბნება, როგორც ერთგული მისი თავადი მეგობარი, რომ შინაურებიდან შენ საწოლში რო შემოვლენ, ისინი ან ყველაზე ახლო მეფის საწოლ ოთახში ვინ შებედავს, ხო შესვლას, ვის აქვს შესაძლებლობა თუ არა ყველაზე უახლოესი გარემოცვიდან ისინი მოგკლავენ და მეფეს არ ჯერა, მისთვის ეს გამოუგნებელია, ვინ ეს ახლობლება ვინ უნდა გაიმეტოს და რო ვერ დააჯერა მეფეს და დაუჯერებლობიდან გამომდინარე მეფეს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, იმიტომ რომ არ ჯეროდა და თავს არ იცავდა აქედან გამომდინარე, ჩაუტარა ექსპერიმენტი და უთხრა, აი ამაღამ მე შენს სლოგინში მე დავწვევი შენს მაგივრად. წარმოიდგინეთ, ადამიანი ხორცი ხო გვასხია რა, ხო ვიცით ახლა ხორცს როგორი უბადრუკია და როგორი საცოდავია ხორცი და წევს ეს საოცარი გმირი კაცი იოთამ მოდიან კოლელები და რა თქმა უნდა ის ფხიზლობს აბა და აძინებდა და რა თქმა უნდა მან ხმარო ამოიღოს ან ინსტინქტურად ან რაღაცა იმ წამსვე გაამჟღავნებს თავს რომ ის მეფე არ არის და რომ იმ წამსვე მეფეს იმ წამსვე დაემუქრება იქიდან იმ წამსვე მეფესთან შევარდებიან და ესე ჩუმად მართლაც როგორც ცხოვარი წინაშე მრისველის ანუ ვინც პარსავს ცხოვარს იქ ცხოვარი ხმას ხო არ იღებს და რო იპარსება ცხოვარი აი ქრისტეს სიმბოლოა ხო ვითარცა ცხოვარი წინაშე მრისველისათვის ისა ანუ პარსველისათვის ისა აი ესე ვითარცა ცხოვარი უხმოდ ფხიზლად ყოფი უხმოდ აი ესე დაიჩეხა და დაიკლა ხანჯლები და ხმლები რა საოცრებაა წარმოიდგინეთ და შემდეგ ის მათ რო ისინი ფიქრობენ რომ მეფე მოკლეს და შვიდად წავიდნენ მეფე შედის თავის ოთახში და ხედავს ესე იგი ესე ახლაც მეგობარს და რა ვიცი ქრისტეს მიერს და აი ეს არის და ესე იგი აი ეს ისტორია იმდენად გამოუგნებელია რომ მე ალბათ როგორ იარსებებს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი მაგალითები მაგრამ მე სხვა მწუთში არ ვიცი არ მახსენდება და მართლაც ეს არის სამაგალითო თითოეული ჩვენთაგანისათვის და ამის მერე რა თქმა უნდა ჩვენ გაგვეღიმება საკუთარ თავზე როცა ღამის ძილს ვტეხავთ და საოცარია ღვთის სიყვარული რომ აი პატარა რამდენიმე საათ ძილს იკლებ და აქაც კი რაღაც განსაკუთრებულად გძნობ რომ ღმერთი როგორ ეხება შენს გულს და წარმოგიდგენიათ თუ ჩვენ გავიზრდებით იქამდე რომ გვექნება შინაგანი მზაობა შესაძლებლობა იმისა რომ აი ესე გავწილოთ თავი მოყვასისათვის და უფლისათვის შეგვეციოს მინდა იოთამ ზედგენიძე შეგვეციოს ყველა ქრისტიანს ქართველი წმინდანია და ყველა ქართველს და ქართველებს ხო აკლია ეს გმირული სული ეს რაინდული სული რომელიც გქონდა ოდესღაც თორე აბა ის როგორ ვიქნებოდი და დღეს როგორ დაკნინებულია ეს ყველაფერი ჩვენში და არადა ამ გმირული და რაინდული სულის გარეშე ქრისტიანობა ხო არ არსებობს მაშინ ქრისტიანობა გადაიქცევა ინდივიდუალური რელიგიური გზნობების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მოდი ხარ შენთვის ღირსი ვარ თუ ღირსი არა ვარ მზათა ვარ თუ მზათა არა ვარ თუ ღირსი ვარ შედარებით და მზათა ვარ მეზიარები და ჩემი რელიგიური გზნობები დაკმაყოფილებული ეს ანტიეკლესიური და ანტიქრისტიანული აზროვნება რა თქმა უნდა არსებობს ინდივიდუალური დამოკიდებულება ღმერთთან და ჩემი რელიგიურობა ჩემს ინდივიდუალურ რელიგიურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ვლინდება აბა ეს როგორ იქნება მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის განყოფილი ერთობლივი ერთობიდან იმიტომ რომ ამსახურებას ლიტურგიკული მსახურება ეწოდება ეკლესიაც ერთობას ნიშნავს ლიტურგიკული მსახურებას ერთობლივ მსახურებას ნიშნავს ქრისტიანული ცნობიერებისათვის უცხოა ესეთი ინდივიდუალიზმი მე და უფალი და ვეზიარე და აბა კარგად იყავი უცხოა ეგეთი ქრისტიანობა არ არსებობდა პირველი მეორე მესამე და იმ საუკუნეებში ქრისტეს ესეთი ქრისტიანობა არ უსწავლებია
მამაო ჩვენოში ჩანს, ხო ჩვენო და არა მამაო ჩემო. ამიტომ აი ეს ერთობა, ერთობის სული არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები. ერთობის სული რაში ვლინდება? თქო უნდა არა ეგოიზმში და ანგარებაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, არამედ თავგანწირვაში, რითაც ჩვენ ხელთუქმნელი სიცოცხლის, ანუ ჭეშმარიტი ცოცხალი ღმერთის ხატნი ვხდებით და მსგავსნი, იმიტომ რომ ერთნი ვართ მრავალ პიროვნებაში და მრავალ ჰიპოსტაზში. ესეა. ამიტომ დღევანდელ წმინდა იოთამის მაგალითიც ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რომ ვისწავლოთ ერთობა თავგანწირვაში, ერთგულებაში, ეგოიზმისა და ანგარების დադրუნაში, რომ აი ამითაც დავემსგავსოთ ღმერთს, ვისი ხატი და მსგავსნიც ვართ. შეგვეძლოს ჩვენი უფალი იესო ქრისტე აი ამგვარი სულის მოხვეჭასა და მოპოვებაში, რომელიც ფაქტურად ღვთის სულია, ქრისტეს სულია და ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი, როგორც პავლე მოციქული გვამცნობს. წმინდა იოთამი შეგვეწიოს. ამინ.